ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. გორში ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში შედარებით ჰუმანური და ლიბერალური უნდა იყოს, რაც ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს. ლექსო ვალიაურის თქმით, აღნიშნული კანონების ინიცირებისა და მიღების მიზანი იმ პოლიტიკური რეალობიდან ყურადღების გადატანა, რაც ქვეყანაშია. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით კი გადაწყვეტილება დროულია, რადგან მათი აზრით ახალგაზრდების დიდი ნაწილი დღეს სწორედ ნარკოტიკებს ეწირება. მარლენე ნადირაძის თქმით, ქვეყანაში გენოფონდის გადარჩენისთვის აუცილებელი ნაბიჯები ითქმევა, რომლის მთავარი სამიზნეც ნარკორეალიზატორები არიან. სოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის ჰუმანური ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ლიბერალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკების შემთხვევაში და შედეგად სახელმწიფოები იღებენ იმას, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვი არის სტატისტიკურად ძალიან მცირე და ნაკლები. ამ შემთხვევაში კი ქართული ოცნების ეს მოქმედება ემსახურება ორ მიზანს. ერთის მხრივ ყურადღება გადაიტანონ დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგიდან სხვა მიმართულებით და საზოგადოებას სხვა საკითხებზე დააწყებინონ მსჯელობა და მეორეს მხრივ ის სიმძიმეები, რომელიც ნარკოპოლიტიკის მეშვეობით შეუძლია ხელისუფლებამ გამოიყენოს საზოგადოების საწინააღმდეგოდ, გამოიყენონ ისევ და ისევ ამ საპროტესტო მუხტის ჩასაცხრობად და ზეწოლის მოსახდენად მოქალაქეებს. როგორც წესი ამ თემასთან დაკავშირებით, საერთოდ რომ ეს ნარკოპოლიტიკა მოეშვა, ასე ვთქვათ, რბილ ფორმებში ბოლო წლებში, მათი ინიციატივით და ზეწოლით მოხდა ლიბერალური ძალების, მათ შორის დასავლეთიდან და ევროპიდან იყო დიდი ზეწოლა და რა შედეგი გამოიღო ქვეყანაში, ამ ყველა ერთად უყურებთ. ეს არ არის პოლიტიკური თემა, ეს არის ჩვენი ერის და გენოფონდის გადარჩენისთვის საჭირო აუცილებელი ნაბიჯები, იმიტომ რომ თვითონ ოჯახის წევრები იხვეწებიან ამ ნარკოდამოკიდებული ადამიანების და რა თქმა უნდა პირველ რიგში ნარკორეალიზატორების მიმართ არის მიმართული ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არა ისინი და მათი სიმრავლე და ხელმისაწვდომობა ადვილად ნარკოტიკების ასე დღეში არ ჩავარდებოდა ახალგაზრდა თაობა, რაც ხდება უამრავი თვითმკვლელობა, მკვლელობა, რა ვიცი, ნელ-ნელა ნადგურდება, ანუ ეს არის მასობრივი განადგურება გენოფონდის გრძელვადიან გაგრძობად პროცესში და ამიტომ ძალიან აუცილებელია და მივესალმები ამას, რომ განსაკუთრებით ნარკორეალიზატორების, გამსაღებლების, მათი ხელშემწყობების მიმართ მოხდეს ეს ყველაფერი და გაცილებით კიდევ ლიბერალურია ეს შემოსული კანონპროექტი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანაშია, თუნდაც დასავლეთ ქვეყნებში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს მცირერიცხოვანი ერი ვართ, ჩვენი ერის გადარჩენისთვის, ჩვენი მომავლისთვის ასეთი ნაბიჯების გადადგმა.